დავიწყეთ ახალი პროექტი, რაც გულისხმობს წინააღმდეგობის წევრების რეგისტრაციას. ამ პროექტის ამოცანა არის პროტესტის უკეთ ორგანიზება. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი ვართ ის ადამიანები, ვისაც რეჟიმის ცვლილება გვინდა და ძალიან ბევრი ვართ ისინიც, ვინც აქტიურად ვიბრძვით ამისთვის. უბრალოდ ერთმანეთს არ ვიცნობთ და ამას გარდა ერთმანეთის რესურსსაც სწორად ვერ ვიყენებთ და ამოცანა სწორედ ის არის, რომ ის ხალხი დარეგისტრირდეს, ვინც პროტესტში ისედაც ჩართულია, რომ მან თავისი იდეა მოგვაწოდოს, ჩვენი აზრი გაუზიაროთ, ჩვენი გეგმა მივცეთ. იმან თავისი გეგმა ჩვენზე ააწყოს ან ჩვენავე ვეწყოთ იმაზე, ანუ ეს არის შესაძლებლობა, რომ პროტესტის მონაწილეებმა ვიპოვოთ ერთმანეთი, უკეთ დაორგანიზეთ. ეხლა აქ იყო ლაპარაკი, რომ კი, მაგრამ აი რომ დარეგისტრირდებიან, სუსი ხო მოიპარავს მათ ინფორმაციას და ასე შემდეგ. სუსი გვიყურებს ყველა საძინებელში, ანუ ისეთი ხალხი გვჭირდება ამ პროექტში, რომ დარეგისტრირდეს, რომელსაც ეს, თქვათ, შიშები არ გააჩნია. რასაკვირველია ის ადამიანებიც მნიშვნელოვანი არიან, რომლებიც აქ არ დარეგისტრირდებიან და წავლენ და საარჩევნო კაბინაში გააკეთებენ სწორ არჩევანს, ან რავი, სახეაფარებულები გამოვლენ, მაგრამ ეს პროექტი იმისთვის არის, რომ აქტიურ წინააღმდეგობაში, ვისაც უნდა რომ იყოს ჩართული, ეს ხალხი ვიპოვოთ, უკეთ კოორდინირდეთ და ერთმანეთს დავეხმაროთ იმისთვის, რომ ამოცანას უფრო სწრაფად მივაღწიოთ.